გრჩელდება ბექაონიანზე თავდასხმის კადრები. ახალგაზრდა მუსიკოსი ისევ ხელოვნურ კომაშია. იტალიაში ძარცვისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 53 წლის კაცმა მაღაზიიდან პროდუქტის მოპარვა სცადა. დაკავებისას მასთან ცივი იარაღი აღმოაჩნდა. პოლონეთში მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. მოპარული ნივთების ღირებულება 1600 ევროს შეადგენს. საქართველოს სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.4 მაგნიტუდა იყო. სარფში 212,152 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი. იდექით მყარად იბრძოლეთ ევროპული ფასეულობებისთვის. ჩვენ თქვენი გვჯერა. მარტაკოსი ქართველ ხალხს მიმართ.